ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების. დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ შორის დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან კუპატაშვილი. პროექტის მიმდინარეობის და ხიდის მშენებლობის პერიოდში საზედამხედველო კომპანიის არც ერთი უფლებამოსილი ექსპერტ-ინჟინერი საქართველოში არ იმყოფებოდა ყალბი აქტების საფუძველზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მეშვეობით ადგილზე არ მყოფ საერთაშორისო ექსპერტს თითქოს და გაწეული მომსახურებისთვის მაინც ჩაერიცხა ანაზღაურება 1,172,529 ლარის ოდენობით. ხოლო პროექტის განმახორციელებელი კომპანია შეუსრულებელი თუ ძალზე თუ ხარისხოთ შესრულებული სამუშაოებით, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ხიდის ჩანგრევა, თაღლითურად დაეუფლა 3,899,678 ლარს. შემდგომში აღდგენითი სამუშაოებისთვის დამატებით დაიხარჯა 12 მილიონ ლარზე მეტი. საერთო ჯამში აღნიშნულით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 16 მილიონ ლარზე მეტი დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. ზემოაღნიშნულ ფაქტზე დაკავებულ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით.